მოგესალმებით, ჩემო საყვარელო მსმენელებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მე მისმენს, ჩემს ვიდეოებს უყურებს, თანხას რიცხავს ვიდეოების ყურების სანაცვლოდ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისათვის. თხოვნა მექნება, რომ გამოიწეროთ ჩემის გვერდი. თითქმის 40%-ს არ აქვს გამოწერილი და ისე მიყურებს. ელემენტარულია, დარეგისტრირდეთ YouTube-ზე და subscribe-ის ღილაკზე ხელის დაჭერა არ დაგავიწყდეთ და ლაიქება არ დაგავიწყდეთ და დააკომენტაროთ, ეს იქნება თქვენი სამადლობელო იმისა, რასაც მე თქვენთვის ვაკეთებ უფასოდ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებზე მინდა ვისაუბრო, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მეგობრებო. და კარგი იქნება თუ მოისმენს. რა თქმა უნდა, ყველას ამის სურვილი არ ექნება, მაგრამ რადგან თქვენ ჩემს გვერდზე ხართ, ესე იგი თქვენ ამის სურვილიც გაქვთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მარათონზე რეგისტრაცია იწყება 20 მარტიდან. მარათონი დაიწყება 1 აპრილს, მეგობრებო. ვინც არ იცის ჩვენი მარათონის შესახებ, ძალიან მოკლედ ვისაუბრებ. მარათონი შედგება სხვადასხვა ეტაპებისაგან. პირველი ეტაპი, რომლის ღირებულება 25 ლარი, მეორე, მესამე, მეოთხე და აგერ უკვე მეხუთე ეტაპს ვიწყებთ, რომლის სხვა მარათონების ღირებულება არის $35. თქვენ თუ პირველი გაქვთ გავლილი მეორეზე დარეგისტრირდებით, თუ მეორე გაქვთ გავლილი მესამეზე, თუ არც ერთი არა გაქვთ გავლილი პირველზე და ესე ყველა მარათონი მიდის ყოველთვიურად. ანუ თქვენ რომ ვაიმე ახლა მე მეორეზე მინდოდა და უკვე დაიწყო, არა. ანუ ნებისმიერ მარათონზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ყოველი თვის 20 რიცხვიდან. ნებისმიერზე შეგიძლიათ ორზე ერთად დარეგისტრირდეთ. რას აკეთებს ჩვენი მარათონი, ხო? მე ვფიქრობ, რომ თითქმის რიტუალის პირმიწონე არის ჩემი მარათონები თითოეული. რაღა გაიკეთოს ადამიანმა რიტუალი ჩემთან და რა გაიაროს ჩემი მარათონი, ხო? რა დაქვია ჩემ მარათონს დაიბადე თავიდან, საიდან წამოვიდა, ხო ეს სახელი? ყველა ადამიანი მეუბნეოდა, ვინც ჩემს რიტუალებს იკეთებდა, რომ ქალბატონო სოფი, თქვენი რიტუალების მერე, წმენდების მერე დავიბადე თავიდან. და ზუსტად აქედანაც წამოვიდა ჩემი მარათონის სახელი დაიბადე თავიდან და იმიტომ ქვია, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელობას ეხება ეს, ფინანსებს ეხება ეს, სილამაზეს ეხება ეს, მამაკაცის მოზიდვას ეხება ეს, ნებისმიერ საკითხს. მე იქ განვიხილა, როგორც ჩართულები არიან, როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები, ასე რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 18 წლის მაღლა ჩემ მარათონზე მოვიდეს. ერთი ის მექნება კიდე ინფორმაციას ვიტყვი, რომ ხშირად არიან ადამიანები მოდიან ჩემთან, რომელთა მაგალითად როგორც თქვა ქართულად, რომლებსაც არ უყვართ, ხო? მაგალითად არის რომ კაცს ქალი უყვარს, ზოგს ქალს ქალი უყვარს, ზოგს კაცს კაცი უყვარს, სხვადასხვა არ მინდა დავასახელო, ხო? თქვათ LGBT თემის წარმომადგენლები და რცხვენიათ ჩემთან მოსვლა, რომ ქალს ქალმა გაუკეთოს, კაცზე კაცს გაუკეთო, ხო? მეგობრებო, ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია, მსგავსი რამ მე ასხვის ცხოვრებაში არ ვერევი. ამიტომ თქვენ პრობლემა არ გაქვთ, თქვენ ქალი მოგწონთ თუ მამაკაცი მოგწონთ თუ რაც გინდა მოგწონდეთ, ეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ მე ვაკეთებ მხოლოდ ჩემს საქმეს. ასევე მამაკაცები მოდიან ხოლმე და იძახიან, რომ მეგობრებო, საქართველოშიც და სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი კლიენტი არის ყველაზე დაბალი თანამდებობის პირიდან დაწყებული ადამიანი, მაღლით დამთავრებული, გინდაც ქალი, გინდა მამაკაცი, ნებისმიერ სფეროში. ამიტომ მე განსხვავებას არ ვაკეთებ ქალებსა თუ მამაკაცებს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემთან
მობრძანდეს როგორც რიტუალებზე, ნებისმიერ სახის რიტუალს იცით თქვენ მოვაკეთებ, ასევე მარათონზე. ეხლა მინდა ცოტა ესეთი მოკლე მიმოხილვა გავაკეთო ზოგადად მაგიისადმი დამოკიდებულება, ადამიანების ცხოვრება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, როდესაც გვეგონა რომ განვითარდა ცხოვრება, ადამიანებს ადვილად შეუძლიათ გამოიმუშაონ ფული და ერთმანეთის აღარ შეშურდებოდათო, ეს წაგვივიდა ეს საკითხი პირიქით. რაც უფრო განვითარდა ცხოვრება და ადამიანს შეუძლია რომ გამოიმუშაოს ფული, მით უფრო ბოროტი და სატანა ხდება ადამიანი. ამას განაპირობებს ის, რომ მოსული კლიენტები და მათი ამბები. არავინ ერთმანეთს არ ინდობს. ბებია უკეთებს შვილიშვილს სასიკვდილო ჯადოს, ბებია უკეთებს რძალს სასიკვდილო ჯადოს, ბებია უკეთებს თავის შვილს ვირისთვის, იმიტომ რომ დაემორჩილოს. და უკეთებს თავის დას ჯადოს, იმიტომ რომ ქმრის ლოგინში ჩაწვეს, თავისი დის ქმრის, თავის დას წაართვას ქმარი. ну რაღაცა საშინელებები მეგობრებო, ხო გეუბნებით? პატარა თაობა იმის მაგივრად რომ ისწავლოს, ხო? პატარა თაობა დადის, მაგალითად თქვენ თუ ხართ 35-37 წლის ბრძანდებით და ყავთ ძალიან კარგი ქმარი, ან შეყვარებული, ან მნიშვნელობა არ აქვს. ამ დროს ან პატარა გოგო, ან სხვა ადამიანი იმის მაგივრად რომ თავის ცხოვრებით დაკავდეს, ძირითადად უფრო პატარა გოგოები უფრო ფულიან მამაკაცებზე ყველა ნადირობს, მაგრამ უფრო ძალიან ნადირობენ, ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნებიც. და რას აკეთებენ? მიდიან, მირბიან და თქვენს სურათებს, ამ ქალბატონის სურათებს, რომელიც შესანიშნავი მეუღლე და დედაა, მარხავენ საფლავში. და ამ საფლავში ჩამარხვას არანაირი, როგორც გითხარით, ნათამხილველი არ სჭირდება მაგას. როდესაც შენი სურათი საფლავში ჩამარხულია, მან წასულია საქმე. თუ შენ არა გაქვს ან დაცვა გაკეთებული ადამიანს, ან მაგალითად, ხო, არა გაქვს დაცვა, ან არა გაქვს დაცვა გაკეთებული, ან თუ არ გაიწმინდე ამ ყველაფრის მერე, ხო? ანუ კითხავი, მეგობრებო, არ სჭირდება იმას, რომ თქვენ ნეკრომაგია გაგიკეთონ. ნეკრომაგიისათვის საკმარისია, რომ თქვენ ჩაგიმარხონ საფლავში სურათი და всё, თქვენი ენერგეტიკა ან კვარცხლთან ერთად და всё, წასულია თქვენი საქმე. ნუ ხე იმ ადამიანს რა მოუვა ეს ცალკეთება, მერე, როდესაც მოიხსნით, მაგრამ ეგ უკვე ცალკეთება, ეხლა მე მაგალითად შეგიძლიათ გადაბრძანდეთ ჩემს Telegram უფასო ჯგუფში, სადაც არის ძალიან ბევრი ადამიანი, ანონიმურობა დაცულია და არავინ არ შეახართ, არ იდარდოთ მეგობრებო, გადაბრძანდეთ და ნახოთ მთელი მსოფლიოდან ჩემი კლიენტების მონაწერები, ხო, რას მწერენ. ეხლა მოხსენით ჩვენ ნეკრომაგია, ბებიამ გაუკეთა შვილიშვილს, რძალს, შვილს და ასევე მუსულმანი შეყვარებული უკეთებდა თავის, მუსულმანი დედა უკეთებდა თავის, ტიპა სარძლოს, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც არ მოსწონდა და ესე ვთქვათ, უნდა რომ ფულით დაემორჩილებინა, რომ ყველაფერი ამ გოგონას ეხადა, даже წყარიც კი ამ წყლის ფულიც კი ამ გოგონას გადაეხადა და ეუბნეოდა, რომ შენ ჩემმა შვილმა არაფერი არ უნდა გაგიკეთოს და მოკლედ ესეთ სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი შვილი უნდა იჯდეს მეფეთ და შენ უნდა ჩემ შვილს ემსახურო, ყავა შენ უნდა მოუდღო, ჩაი შენ უნდა გაუკეთო საჭმელი და ამ ყველაფრის ფული შენ უნდა გადაიხადო, შენ უნდა შეიტანო. ეს ხდება 21 საუკუნეში, მეგობრებო. ეს არის დამონება, რო იცოდეთ. ამ ყველაფერს აკეთებდა ეს ადამიანი, როდესაც ეს გოგონა დადიოდა სახლში, უყრიდა ჩაიში და ყავაში და საჭმელში სხვადასხვა. ეს გოგო, როგორ გითხრათ, სიკვდილის პირას მოვიდა ჩემთან. თქვენ შეგიძლიათ გადაბრძანდეთ Telegram-ზე და მისი, ესე ვთქვათ, წაიკითხოთ აბსოლუტურად ყველაფერი. მე ყოველთვის ვდებ სკრინებს ვდებ სხვადასხვა ნომრებით, რა ნომრებითაც ეს ადამიანები მწერენ. ამიტომ გადაბრძანდეთ და ნახეთ სხვა ადამიანები რას წერენ, როგორ წერენ, რა ქვეყნებიდან წერენ, ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან არის, ხო, მეგობრებო? ამიტომ გეუბნებით, რომ ადამიანები იმის მაგივრად, რომ ნორმალურად იცხოვრონ, თავის ცხოვრებას მიხედონ, ადამიანები დაკავებულები არიან საშინელებებით და ისეთ საშინელებებით, რასაც თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ ეგეთი ადამიანისაგან. რას წარმოიდგენს ადამიანი, რომელსაც უყვარს ბიჭი და მისი დედა უყრეს ჩაიში, ყავაში, ხო, მუსულმანებს ხოთშუაში შევიათ. მე ადრე არ ვიცი მოგიყევით თუ არა ყავაში, Telegram-ზე მაქვს ეს ინფორმაცია დადებული და აქაც ვიტყოდი აუცილებლად.
თურქეთში ჩემს კლიენტს ყავაში ძალიან მაგარი გოგო, როგორც გარეგნობით, ასევე ფულითაც, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი, მაგრამ ისინი იყვნენ თურქები და არ მოსწონდათ რძალს და მულს, სამულე, ხო, ჯერ არ იყო მათი შვილის ცოლი და ყავაში უყრიდნენ შხამს და ესე ვთქვათ ამ გოგონას ხერხემალი ჟელატინი გაუქრა და 12 თუ 15 სანტიმეტრი დაიკლო, კიდაღა მოკვდა ისრაელში, სად არ იყო მოკლედ ერთ სიტყვით ჩვენ მოხსენით ჯადო, მაგრამ ნელ-ნელა ეხლა ყველა რამოდენიმე თვეში დაფრინავს თუ ზუსტად არ ვიცი ინფორმაცია 6 თვეში თუ რაღაცა და ამ ჟელატინს უკეთებენ, რომ სიმაღლეში მოიმატოს. რა თქმა უნდა იმ დონეზე ვეღარ იქნება, მაგრამ ისეთი დაკუზიანებული და ისეთი ცუდმყოფაში აღარ არის ეს ქალბატონი და გოგონა და ძალიან მოხარული ვარ მე ამისათვის. ამიტომ ჩაიში რამის გაკეთება და ჩაყრა და ჯადოს გაკეთება, მეგობრებო, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ამერიკაში არ ხდება და აქ მით უმეტეს ხდება. აქ მით უმეტეს ხდება, ხო? თუ აქ ასე ვთქვათ მუსულმანები უფრო კიდე აკეთებენ სხვა შორის და როდესაც მუსულმანი აკეთებს ქრისტიანზე, ეს კიდე უფრო ადვილად კეთდება, ხვდებით? ანუ ძალიან ადვილად შეუძლიათ მათ ნებისმიერი ცუდი რაიმე თქვენ გაგიკეთონ. ამიტომ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ გაიკეთეთ დაცვის რიტუალი, გაიკეთეთ დაცვის სამაჯური ან ნებისმიერი რამ, ხო, რაც ვუდუს დაცვა. ეხლა უყურეთ რა ხდება, მეგობრებო. რაზეც მინდოდა რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. ადამიანები, მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არასოდეს არც ერთ ჩემს კონკურენტს საქართველოში მე კონკურენტი არ ამყავს, მე მაგას 100%-ით ვიტყვი, იმიტომ რომ საქართველოში რაც არ უნდა იყოს, განათლება არ არის შესაბამისი და ეს არის 0 რაღაცა მაგათი, რასაც მე ვუყურებ, რაღაც ისურელები, მე მაგას არ მივიჩნდა და არ როგორ ვთქვა ქართულად. არ თulis სწორად, არანაირად. მინიმუმ, როდესაც ადამიანი არის მაგი, მინიმუმ ის ადამიანი არასოდეს არ გასუხდება, მეგობრებო. ეგ და გაითვალისწინეთ. ჩვენ იმდენ ენერგიას ვკარგავთ და იმდენ რამეებს ვაკეთებთ, რომ არ არსებობს ადამიანმა. მე ჭამა კი არა, მეგობრებო, დილას რო ვიწყებ მუშაობას, ყავა შეიძლება 4 საათზე გაცებული ყავა დავლიო. შეიძლება 7 საათამდე ვერ ვჭამო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლიენტები მყავს. და ერთხელ ვჭამო დღეში. ხვდებით ხო, უკვე როგორ თავი რომ ტკივდება და რო ვერ ხვდები უკვე რომელი საათია და ასე შემდეგ, ხო? მე რო ხვდები რომ თურმე საჭმელი არ მიჯამია. ამიტომ ჯერ მაგედან უნდა დააკვირდეთ, რომ ადამიანი რომელიც არის მაგი, ის წონაში მომატებული, არასოდეს არ მოიმატებს. არასოდეს. ფილმებშიც კი გინახიათ, რომ ყველა არის რაღაცა გამხდარი და, ძალიან გამხდარი, ხო? ამიტომ არ იფიქროთ არც ერთი წუთი, რომ ვინმე. ეხლა ტაროსთან ცალკე დამოკიდებულება მაქვს, ეხლა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ტაროს, მაგრამ ტარო, სულ მე მეუბნები, რომ გააკეთე YouTube ტაროს კარტზე გაშლის, ხო? რომ იქ ტარო, მაგრამ რას გაგიკეთებთ, მეგობრებო, ტარო, უბრალოდ გაგიშლით, კითხვებზე პასუხს გაგცემს, იმ წუთის, იმ წამის ფულს გადაიხდით და გახვალთ. ეგ არაფერს არ შეგიცვლით, გაიგეთ? ანუ შეცვლა არა აქვს ტაროს, ვერ შეგიცვლით ცხოვრებას, ვერაფერს. რიტუალები და მაგია შეგიცვლით. ტარო არ არის მაგია. ტარო არის just cards. ასე რომ კარტი რა მოვა და რა მოვა, ეს ჩემად შეხვაზეა დამოკიდებული, ხვდებით? და ცხოვრება მაგიაზეა დამოკიდებული. უყურეთ ადამიანები მაგიას უდგებიან, რატომ დავიწყე ამას საუბრო, მაგიას უდგებიან როგორ იცით? აი ჩემთან რომ მოდის ადამიანი. ხედავ ძალიან კარგი გოგოა რა და ამ დროს აი ბიჭი ყავს არჩეული რაღაცა საშინელება. მეუბნებ, გამიკეთე მიბმა. თქვენ გონიათ მე 1500 და 1600 დოლარი არ მინდა, ან 1700 დოლარი, ხო? ჩემთან მიბმა 1500 და 1700 დოლარამდეა, ხო? სექსუალური თუ გინდა ისე. არ მინდა თქვენ გონიათ, მაგრამ ან ფული არ მიყვარს, ან ანგელოზი ვარ, არა, მეგობრებო, როგორ გიკადრევართ, არც ანგელოზი ვარ, ფულიც მიყვარს და რაღაც, მაგრამ
ჩვენ საქმეში არსებობს გარკვეული კანონები, პრინციპები. თუნდაც დამეთანხმოს ის ადამიანები, ვინც მიბმაზე არიან მოსულები. დღეს ერთი ადამიანი კიდე გავისტუმრე, უარით, რომ მეთქი შენ მოგკლავს ეგ ადამიანი, ეს არის ნარკომანი, აფერისტი, მოთამაშე, ხელიც ხო დაურტყია მეთქი შენთვის, კიო. მეთქი ეგ რომ მიგაბა შენ მოგკლავს და გინდა ეგ? მეთქი მეორე მიგაბავთ, რომ სხვა ალბათ რა ვიცი, გამართვოდა $1700 ლამაზად, მეც არ მაწყენს ხო $1000, მაგრამ არ მინდა, ჩვენ კანონებში არ არის ეგრე, ეს კლიენტი მოვა მერე ჩემ ან გაიგებ ცუდ რაღაცას და ეს არ შეიძლება მეგობრებო, ესეთ რამე არ შეიძლება. ამიტომ აი როგორ გითხრათ, იცით, მაგიასთან ადამიანები ძალიან ესე არიან რა, განწყობილები რა. ანუ წმენდა რო გონიათ, ადამიანებს გონიათ რომ უბრალოდ სანთელს დაანთებენ, გადაიწმინდებიან, არა მეგობრებო. ჩემთან რატომ არის რომ აი მართლა თავიდან იბადება ადამიანი. წმენდას რომ იკეთებს, თავიდან იბადება ადამიანი. იმიტომ რომ ისეთ რიტუალებს უკეთებ მე ადამიანებს, სილამაზიდან იქნება ბარაქის იქნება ამ წმენდაში, ხო? შედის ყველაფერი, მე ვაკეთებ ამას, ხო? ისეთ რაღაცებს უკეთებ, რომ ადამიანი იცვლება და ცვლის თავის წესებს. და ადამიანი, როდესაც ცვლის თავის წესებს, ის ცვლის დამოკიდებულება სხვა ადამიანებზე. აბა რატომ არის ჩემთან სუბუმი 19 ადამიანი, 25 ადამიანს უნდა რომ ჩაეწეროს ხოლმე, ვეღარ ვიღებ ადამიანებს. ეხლა ფულს რომ ირიცხავენ, მესამე, მეოთხე დღეს ვიღებ ადამიანებს, მეგობრებო, გაითვალისწინეთ, რომ თანხას რო დარიცხავთ, ძალიან უნდა გაგიმართლოთ, რომ ან მეორე, ან მესამე დღეს მიგიღოთ. აი, უკვე ესეთი თემაა. მესამე, მეოთხე დღეს წერ ადამიანებს, ხვდებით? ანუ, რატომ არის ბუმი? იმიტომ რომ ადამიანების ცხოვრება იცვლება. არავინ მოგატყუოთ, თუ ვინმე გეტყვით, რომ 600 ლარში, 400 ლარში, 300 ლარში, რაღაცა უბრალოდ სამაჯურით შეცვლის თქვენს ცხოვრებას, მეგობრებო. ეს არის ტყუილი. პირველ რიგში, მე ჩემი თავიდან გეტყვით, მე არანაირი ანგელოზი არა ვარ, არანაირი ფრთები არ მაქვს გამომული, მე გეტყვით, რომ 600 ლარის გამო, 800 ლარის გამო მე არ დავჯდები ადამიანს და ბედის შეცვლას არ დაუწყებ. აი, ვერანაირად, იცით რატომ? იმდენ მასალას, რომელსაც უძვირესად ყიდულობ და მასალა მნიშვნელოვანი მაგიაში და შელოცვა. ამ მასალას სჭირდება გამზადება და დრო. იმდენ რამეს ხარჯავთ ჩვენ მაგები, რომლებიც სერიოზულად მუშაობთ ადამიანებს, რომ არავის შენ არ დაგიჯდება და 800 ლარში არ გეგონოთ, რომ ცხოვრებას ვინმე შეგიცვლით. შანსი ნოლია. მეგობრებო, ამიტომაც არის ჩემთან წმენდა 1400-დან 1600-მდე ხო გააჩნია თუ როგორია ადამიანი რა სჭირს, ხელფეხშეკრულობა აქვს რა აქვს, თუ ყველაფერი ხელფეხშეკრულობა ის აქ ეს ნორმალად $1400-1500 ხო გააჩნია ადამიანს სურათი უნდა ვნახო ხო? თუ ადამიანს მიბმა სჭირდება $1500-დან $1700-მდე ხო გააჩნია სექსუალური მიბმა უნდა, ვუდუს მიბმა უნდა ხო? არის კიდე ერთი ესეთი, აი დღეს გოგონას უნდოდა, არის ჩემთან ესეთი ბედის შეცვლა, რომლის რიტუალი ჩემთან ღირს $2500. ეს არის ძალიან სერიოზული რიტუალი, ხელწამოსაკრავი რიტუალი არ არის მეგობრებო და ამ გოგონას დღეს ჩემთან რამოდენიმე რიტუალი აქვს გაკეთებული, მაგრამ აი დამეთანხმება ალბათ აუცილებლად მომისმენს, რომ ვუთხარი რომ დაფიქრდეს ამ ყველაფერზე. რატო დაფიქრდეს? იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა კაცის გამო ბედი შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს კაცი არ არის მაგისი ბედი, ხვდებით? მაგისი ბედი ეს კაცი არ არის. ამიტომ საერთოდ უნდა რომ ბედი შეიცვალოს, ხვდებით და ეს ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც იცვლის თავის ბედს, ის იმან უნდა იცოდეს, რომ ის გადაეწყობა ყველაფერი სხვანაირად. ეხლა რაღაცა იტყვის, რომ მეო ბედის შეცვლა, ბედი სადღაცა არის დაწერილი და ეგეთი რამე არ არსებობს. სად არის დაწერილი? ჯერ მანახეთ. ეს ერთი. მეორე, მე გეტყვით ესეთ მაგალითს, რომ მაგალითად არის ესეთ ზოგადად საქართველოს რა არის და ადამიანი არის 10 კილოთი, 40 კილოთი დიდი, ხო? გასუქებული, გასუქდა ადამიანი და ცხოვრობს ესე 10 წელიწადი რა. და მე მინდა შევცვალოს ჩემი ცხოვრება. აი
ესე გადავწყვიტე, რომ შევცვალოთ ჩემი ცხოვრება, 6-ის მერე ავჭამო, კალორიები დავაკლო, ეს ოზემპიკები და სისულელები კი არ ვიკეთო, რომელიც ადამიანს მოკლავს, მეგობრებო, ცოტა ხანში ეგეთ რამე არც გაბედოთ, რომ გაიკეთოთ, არც გაბედოთ უბრალოდ. მე ამერიკაში მცხოვრები ადამიანი, ჩემი მეუღლე არის ფიზიკოსი, ამაგას გეუბნებით, რომ არც გაბედოთ, თორე ძალიან ცუდად დაამთავრებთ. ეს გადახვევა, it's not my business, მაგრამ მაინც გულითადა რჩევას მოგცემთ. და ვინც გეტყვით, რომ მე ვიკეთებ, ეგ ადამიანის არის პროსტა თაღლითი და პროსტა იკეთებს და ეხა უკან დასახევი გზა არ აქვს და შენც მაგისნაირად უნდა რომ გამწარდე. ამიტომ დაბლოკეთ ეგეთი ადამიანი. ვაფშე ცხოვრებიდან. ამიტომ არის ტუპოი. უთვინო ადამიანი, უთვინოს გარდა ეგეთ რამეს არავინ არ გააკეთებს მეგობრებო. ვიღაცა წერდა ადრე ნახე, excuse, მე რა, მაგას ვარსკვლავებიც იკეთებენ, ვარსკვლავები არ არიან ტუპოები? ძალიან ბევრი ვარსკვლავია, რომელიც თავის შვილს აუპატიურებს. ძალიან ბევრი ჰოლივუდის ის არის, რომელიც შვილებს აუპატიურებენ. ესე იგი, რადგან ვარსკვლავები არიან, მაგათ უნდა მივბაძო, მეტი საქმე არა მაქვს. ხო, მეგობრებო? ანუ დაიმახსოვრეთ მეგობრებო ეგ რომ ბედის შეცვლაზე ვლაპარაკობ და სხვა საკითხზე გადავედი რომ ბედის როდესაც იცვლის ადამიანი, გახტომაზე ვლაპარაკობდი რომ ესე იგი, როდესაც ადამიანი დაიკლებს გარკვეულ წონას და ის სხვა ცხოვრებაში ჩადგება, რას ნიშნავს? მე ვერ შევცვალე ჩემი ცხოვრება? ანუ ვიყავი 100 კილო, გავხდი 60 კილო, რა ვერ შევცვალე? ანუ მე რასაც მინდა, იმას შევცვლი, გაიგეთ? ანუ როგორც მე მინდა, ისე გავაკეთებ, როგორც მე მინდა, ისე შევიცვლი ჩემ ცხოვრებას. თავარია მე მოვინდომო. ხვდებით? მე თუ მინდა ჟიგულში ვიჯდები, მინდა ბენტლიში ვიჯდები. მე თუ მინდა ვერცხლს გავიკეთებ, მინდა ოქროს გავიკეთებ, ხვდებით? ყველაფერი არის ადამიანის სულში და სხეულში ჩამჯდარი, გესმით? და მაგია არის ამისი მამოტივირებელი ძალა. მაგია არის ჩახვეულია რაღაცა და ამ ჩახოვს ამოთხრის და ამოაგდებს და შენ გზას გაგიკოლავს. ამიტომ როგორ არის იცით, ყველაფერი შესაძლებელია მაგიით. ჯერ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია და მე რა მაგია ისე დონეზე წასული რომ აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია მეგობრებო დღეს ცხოვრებაში. ამიტომ იცოდეთ რომ მსგავსი რიტუალებიც არსებობს და როგორ გითხრათ იცით, როდესაც ჩემთან მოდიხართ და ყველას ვეუბნები რომ ჩემთან იცით ჯერ უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, მანამდე ისტორიების მოყოლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არანაირი დრო არ მაქვს მაგისათვის მე. პირდაპირ მოგდით ავტომატიური მესიჯი, ეწერებით კონსულტაციაზე, ნომერს გამოვაცხადებ, იმიტომ რომ ხშირად უნდათ ხოლმე და არ ვიცი რატო არ წერია, +1 718 506 28 მოგდით WhatsApp-ზე მხოლოდ ძალიან გთხოვთ, WhatsApp-ზე მხოლოდ, იმიტომ რომ Telegram-ზე მესიჯები მეკარგება. Telegram-ზე მაქვს ფასო გვერდები, ხო? ჯგუფი. რომ მოგდით მესიჯი, მესიჯის შესაბამისად იმოქმედეთ, მეგობრებო. ქვითარს, როდესაც თანხას გამოგზავნით, აი მას შემდეგ გაგესაუბრებით, ქვითრის გამოგზავნამდე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იცით როგორ დრო არა მაქვს ერთი და მე დროც რომ მქონდეს ქვითრის გამოგზავნამდე რაზე ვისაუბროთ, ხო? კონსულტაციაზე უშუალოდ ვისაუბრებთ თქვენ ფოტოებზე, ყველაფერს ნახავ და გაგიკეთებთ. ამიტომ ერთი რამე მინდა იმისთვის ჩავწერე ამ ხელა ვიდეო, რომ მაგიას მეგობრებო არ მიუდგეთ ადვილად. აი ხო, დამავიწყდა მართლა მე თქვა ეს რა, წერან გოგონაზე დავიწყო, მე ვიცი ხო მეგობრებო, თქვენ მე მიცნობთ და იცით რომ ახასიათებს გადახტომა, გადმოხტომა, იმიტომ ჩემი ტვინი ერთ რამეზე ვერ ფიქრობს, არ შემიძლია. სულ გადმოხტა ეგეთ რაღაცეების, მრავალფეროვნება ძალიან სოესი მიყვარს. ხო, რაც შეეხება აი ბუმერანგი ბევრს აინტერესებს რა. ამერიკაში მე რო გითხრათ ვიმუშავე ოჯახზე, ვინც უკეთებდა ჩემ კლიენტს ჯადოს, მოხსნიდან მესამე დღეს ინსულტით საუნდტროფოში მოხვდა. გაიგეთ? ამის სკრინიც მაქვს ამ გოგონამ დამიწერა და ამიტომ იცოდეთ, რასაც ადამიანი ცუდს და ბოროტებას თავის ხაზს გაუკეთებს, მოხსნილი, თქვენ რომ უნდა დაგმართნოდათ ყველა ჯვარით წერიათ ის ინსულტიც, ის ესე ვთქვათ, ცუდი რამეებიც, რაც კი რამე გაგიკეთათ, გახსნა ნეკრომაგიის მოხსნა და
ბუფვა ეს აფეთქება მაგისაც იმ ადამიანისათვის და ბუმერანგის მიბრუნება ერთია. ხვდებით ხო ეს ვიძახი მეგობრებო, ეს არის როგორც ხელფეხშა, როგორ გითხრათ, ოჯახის ჯადოს მოხსნაზე და ნეკრომაგიის მოხსნაზე ძირითადად ესე ხდება 99%. ეგრევე ბუმერანგი ადამიანებს უბრუნდება. ხვდებით? აი ეს მინდოდა მეგობრებო, ესე მოკლედ მე თქვა ძალიან გრძელი ვიდეო არ მინდა ჩავწერო, სხვადასხვა ვიდეოებს მოგაწოდით, ნაწილობრივ ჩაგიწერთ ხოლმე ამ თვეში. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მარათონზე რეგისტრაცია არ დაგავიწყდეთ, რომელიც იწერება, იწყება 20-დან და სრულდება, ეს თუ არ ვიცი, მე მგონი 31-ით არის, ალბათ თვის ბოლოს. როგორ გზავნით მარათონის ქვითარს, მეგობრებო? არ არის ჩემთან საჭირო გამოხმაურება, გამარჯობათ, ტრალი-ვალი, არაფერი. ვიდეოს ქვეშ იქნება ანგარიშის ნომერი, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გზავნილითაც. უბრალოდ სახელი თქვენი, გვარი არ არის საჭირო, სახელი, ქვითარი, მარათონის პირველ იმაში მინდა მონაწილეობა. ვისაც პირველი გაქვთ გავლილი, მეორეში მინდა მონაწილეობა. ვისაც მეორე გაქვთ გავლილი, მესამეში, ვისაც მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. მარათონი თითოეული თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ არის თითო რიტუალის ჩემთან ფასი და მარათონით მინდა ადამიანებს ვანახო თუ ვინ ვარ მე, რა შემიძლია მე, რას ვაკეთებ, როგორ და რანაირად, იმიტომ რომ იყო მხოლოდ მაგი, არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, რა ენერგეტიკა გაქვს, რას უყვები ხალხს, რას უკეთებ ხალხს, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა სიყვარულისათვის, დიდი მადლობა უკავშირისათვის, წარმატებები ყველას. მარტში ეცადეთ, რომ ტრანსფორმაცია განიცადოთ და თუ რაიმე ცხოვრების შეცვლა გინდათ გაიკეთოთ რიტუალები, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, ყველა თვეში და ყველა დღეს მე შემიძლია შევცვალო თქვენი ცხოვრება, მაგრამ ბუნებამ რაც დაგვახეთქა და ჩამოგვა ქართულად როგორ არის? ჩამოგვახეთქა? ხო, არ ვიცი ესე. სხვანაირად ვერ მოგვ ჩამოგვიშვა. მარტში და აგვისტოში, როდესაც აგვისტოს გონია ყველას რომ რაღაც წამოვწები პლაჟზე და არაფერს გავაკეთებ, არის ყველაზე საუკეთესო დრო და თვეები. ბედის და საერთოდ ცხოვრების შესასვლელად. ამიტომ მეგობრებო, let's go! წინ წავიდეთ და რა ვიცი, წარმატებები.